თავი მე-13. როცა ტაძრიდან გამოდიოდა, ერთმა მოწაფეთაგანმა უთხრა: შეხედე მოძღვარო, რა ქვებია და რა შენობები. იგო იესომ, ხედავ ამდით შენობებს, ქვაქვაზე არ დარჩება აქ, რომ არ ჩამოიქცეს. როცა ზეთისხილის მთაზე იჯდა ტაძრის წინ, განმარტოებით, კითხეს მას პეტრემ, იაკობმა, იოანემ და ანდრიამ: გვითხარი, როდის მოხდება ეს? ანდა რა იქნება იმის ნიშანი, როცა ყოველივე ეს უნდა მოხდეს? დაუწყო მათ იესომ ლაპარაკი, გაფრთხილდით, რომ არავინ შეგაცდინოთ. ვინაიდან ბევრი მოვა ჩემი სახელით და იტყვის მე ვარო და მრავალს შეაცდენენ. როდესაც მოისმენთ ომებზე და ომების ამბებს, ნუ შეზრძუნდებით. ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის აღსასრული. ვინაიდან აღდგება ერი ერის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ. იქნება მიწისძვრანი ადგილ-ადგილ და შიმშილობანი. ეს მშობიარობის ტკივილთა დასაწყისია. თქვენ კი მიხედეთ თქვენს თავს, ვინაიდან გადაგცემენ სამსჯავროზე, გცემენ სინაგოგებში, გამგებელთა და მეფეთა წინაშე წარსდგებით ჩემს გამო, მათ წინაშე დასამოწმებლად. ჯერ სახარება უნდა ეკადაგოს ყველა ერს. როცა წაგიყვანენ გადასაცემად, ნუ იზრუნებთ წინასწარ რა ილაპარაკოთ, არამედ რაც იმ ჟამს მოგეცემათ, ის ილაპარაკეთ, ვინაიდან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ სულიწმინდა. ძმა ძმას გადასცემს სასიკვდილოდ და მამა შვილს. აღდგებიან შვილები მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ. მოძულებულნი იქნებით ყველას მიერ ჩემი სახელის გამო, ხოლო ვინც ბოლომდის მოითმენს, ის გადარჩება. ხოლო როცა იხილავთ გატიალების სიბილძეს, იქ მდგომარეს, სადაც არ უნდა იყოს, მაშინ ვინც იუდეაშია, მთებს მიაშუროს. ვინც ერდოზე იქნება, ნუ ჩამოვა, მაშინ და ნუ რჩევა შიგნით, შინიდან რაიმეს გამოსატანად. ვინც მინდორში იქნება, ნუ დაბრუნდება უკან თავისი სამოსლის გამოსატანად. ხოლო ვაი ორსულებს და მეძუძურებს იმ დღეებში. ილოცეთ, რომ ეს ზამთარში არ მოხდეს. ვინაიდან იმ დღეებში ისეთი გასაჭირი იქნება, რომლის მსგავსი არ ყოფილა ქვეყნის დასაბამიდან, რომელიც შექმნა ღმერთმა დღევანდელ დღემდე და აღარც არასოდეს იქნება. უფალს რომ არ შეემოკლებინა ის დღეები, ვერახორციელი ვერ გადარჩებოდა, მაგრამ ის დღეები შეამოკლა იმ რჩეულთათვის, რომლებიც მან ამოირჩია. მაშინ თუ ვინმე გეტყვით, აჰა, აქ არისო ქრისტე, ან აჰა, იქო, არ ერწმუნოთ, ვინაიდან აღდგებიან ცრუ ქრისტეები და ცრუ წინასწარმეტყველნი და მოიმოქმედებენ სასწაულებსა და ნიშნებს, რათა რჩეულნი შეაცდინონ, თუ კი შეძლებენ. თქვენ კი გაფრთხილდით, წინასწარ გითხარით ყველაფერი, მაგრამ იმ დღეებში, იმ გასაჭირის შემდგომ, ზედაბნელდება და მთვარე აღარ გამოსცემს ნათელს. იქნება ვარსკვლავთა ცვენა და შეირყევიან ციური ძალები. მაშინ იხილავენ კაცის ძეს ღრუბლებზე მომავალ დიადი ძალით და დიდებით. მაშინ იგი წაგზავნის თავის ანგელოზებს და შეკრებენ მის რჩეულებს 4 თავ ქართაგან, დედამიწის კიდიდან ცის კიდემდე. ლეღვისაგან ისწავლეთ მაგალითი, როცა მისი რტოები დარბილდება და შეიფოთლება, იცით რომ ახლოა ზაფხული. ასევე როცა იხილავთ რომ ეს ყოველივე ხდება, იცოდეთ რომ კარსაა მომდგარი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, არ გადაივლის ეს მოდგმა, ვიდრე ყოველივე ეს არ მოხდება. ცადა დედამიწა გადავლენ, ჩემი სიტყვები კი არ გადავლენ. მაგრამ იმ დღეზე და ჟამზე არავინ იცის, არც ციურმა ანგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ. გაფრთხილდით, იფხიზლეთ, ილოცეთ, ვინაიდან არ იცით, როდის დადგება ის ჟამი. ისევე როგორც შორგზაზე მიმავალმა კაცმა, მიატოვოს თავისი სახლი, თავის მონებს მისცეს ხელმწიფება და ყველას თავისი საქმე მიუჩინოს და მეკარეს უბრძანოს ფხიზლად ყოფნა. ამიტომ ფხიზლად იყავით, რადგან არ იცით, როდის მოვა სახლის პატრონი, საღამოთი თუ შუაღამისას, მამლის ყიბილზე თუ განთიადისას, რათა მოულოდნელად რომ მოვიდეს, ძინარენი არ გპოვოთ, რასაც თქვენ გეუბნებით, ყველას ვეუბნები, იფხიზლეთ.